საკითხებზე ვილაპარაკოთ. ცხოვრებაზე. არასდროს არ მიოცნებია, რომ ყოფილიყავი აქტივისტი, მაგრამ ასე გამოვიდა ჩემი ცხოვრება, დაუკავშირდა. უბრალოდ ამ ქვეყანაში ცხოვრება სხვაგვარად არ გამოდის თუ არ იბრძოლე რაღაცებისთვის, უბრალოდ ჰაერიც არ რჩება, რომ ისუნთქო. ჩემთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ხმაურიანი საპროტესტო აქცია იყო სისტემა უნდა დაინგრეს, რომელსაც 2012 წელს ციხეებში პატიმრების, წამების და გაუპატიურების ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ ჩაუდექი სათავეში. პრინციპში ეს იყო ბოლო წვეთი და ამის შემდეგ დაიწყო ახალგაზრდული წინააღმდეგობრივი მოძრაობაც. ქალაქი თბილისი ციხე ნომერი 8 პატიმრებს ხარდაჭერა მოძალადეს დედის ხმა ქალაქი თბილისი ციხე ნომერი 8 პატიმრებს ხარდაჭერა მოძალადეს დედის ხმა ან სისტემა დაინგრეს ქვეშ და ვთვლი რომ ეს იყო ჩემ ცხოვრებაში და ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე საუკეთესო რამ რაც კი შემიქმნია, იმიტომ რომ ჩვენ გამოვედით თითქოს რაღაცა აქტივიზმის სხვა ჭრილში დავიწყეთ აქტიურობა და ეს იყო ყველაზე დიდი მუხტი შემცველი აქციები, სადაც ბევრი არ ვიყავით, მაგრამ იქიდან მოდიოდა საოცარი ენერგია და ამის შემდეგ შეიცვალა ხელისუფლება. ჩემთვის თბილისი უნიკალური ქალაქია, უნიკალური მიმართულებით, რომ ამაზე ქაოტურ ქალაქს მე დედამიწის ზურგზე მართლა არ ვიცნობ და ზუსტად ამ ქაოსში არის მისი გამორჩეულობა. ექსანტებელო უთესლესია ალბათ როდესაც ხანდარი გაჩნდება ფაქტები უთესლესია ალბათ როდესაც то სამყარო გაქრება ექსაპორები უთესლესია სარტყელებია სატურნის გარშემო აღმონებები უთესლესია ალბათ როდესაც სახლები გათბება ეს ქალაქი დაარსების დღიდან გამორჩეოდა რომ იყო მულტიკულტურული და მულტიეთნიკური, სადაც სხვადასხვა ერები, სხვადასხვა კულტურები ერთად თავს იყრიდნენ, ერთად თანაცხოვრობდნენ. ამიტომ ის გამოწვევები, რომლებიც დღეს გვაქვს, თუნდაც ჰომოფობიის მაჩვენებლით, თუნდაც ქსენოფობიის მაჩვენებლით, ეს მგონია რომ რაღაც უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემაა. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში იყო 2013 წლის 17 მაისი, როდესაც ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ათობით ქვერ აქტივისტს 10,000 ადამიანი დაუპირისპირდა და მათზე იცალა. და მაშინ მივხვდი, რომ აქ ბრძოლა არის საჭირო. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღამე არის, ანუ გურამ კაშიამ ფეხბურთელმა როდესაც გაიკეთა სისარტყელა სამკლაური და ამით მხარდაჭერა გამოუცხადა ქვიარ ადამიანებს, ის თავის ქვეყანაში იქნა სასტიკად უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ამის გამო, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გურამ კაშიას დაუჭიროთ მხარი დღეს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ მე აქ არ მოსულ ვარ მხოლოდ გურამ კაშიას მხარდასაჭერად, მე მოვედი აქ ქვიერ ადამიანების მხარდასაჭერად. ჩვენ უკვე შემოსასვლელში ვართ სახელმწიფოს გადაწყვეტილები წაგვართვეს თითქმის ყველა დროშა, პოსტერი იქნება თუ ბანერი. მე ვერ წარმოვიდგენია როგორ შეიძლება იყოს სისარტყელის დროშა პროვოკაციული. მე გამიმართა და ერთი პოსტერი, რომელიც ჩემს შულს ეჭირა, აქ ეწერა გურა მადლობა.
რა თქმა უნდა, პოლიცია კიდევ ერთხელ ეცადა, რომ ეს პოლიცია ეცადა, რომ ეს პოსტერიც კი არ ყოფილიყო, ის ერთადერთი პოსტერიც არ ყოფილიყო სტადიონზე, მაგრამ უთხარი, რომ შეუძლიათ დამიჭირონ, ესე გამიყვანონ სტადიონიდან. მათ ეს არ გააკეთეს, ხო პოსტერის დაჭერის გამო ალბათ ხო ადამიანებს არ იჭერენ ჯერჯერობით. რეალურად ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის, მაგრამ რეალურად იმისთვის ვისთვისაც ვიბრძვი, თითქმის დრო არ რჩება. ეს არის ყველაზე დიდი განსაცდელი ჩემთვის და ყველაზე მეც ამაზე ვფიქრობ ხოლმე, რომ მედია ამას ხო ჩემი შვილი რომ გაიზრდება, გამიგებს და გაიაზრებს თუ რა რატომ და რისთვის ვიბრძოდი. ჩემი ოცნება იყო რომ კლუბი მქონოდა და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის რომ აი აგურ ამეშენებინა ეს სცენა და 4 წელი ამ შენებობას მოვანდომე. მაისის მოვლენებმა რომელიც ვფიქრობ რომ იყო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი დიდი შავი ლაქა ჩემზე ძალიან დიდი დარტყმა განახორციელა. დღეს არის ის დღე, როცა რაღაც იმედიანად მივდივარ კლუბში და ვფიქრობ, რომ ეს დღე იქნება, ეს ღამე იქნება გარდამტეხი. ჩემთვის თბილისი შეიცვალა და მინდა რომ დღეს ის ღამე იყოს, როცა დავწმუნდები, რომ მე აქ უნდა დავრჩი. ძალიან ბევრი საცეკვაო მოედნები მინახავს, მაგრამ არც ერთ საცეკვაო მოედანია ისეთი როგორც ბასიანის, არამედ მართლა განსხვავებული ენერგია ტრიალებს. ენერგია თავისუფლების ყურვილის, ენერგია რაღაც ახლის ძიების, ენერგია ტრანსფორმაციების. მე მინახავს ერთ დღეში, ერთ ღამეში გარდაქმნილი ადამიანები, ერთ ღამეში შეცვლილი აზროვნება, ერთ ღამეში შეცვლილი ადამიანების მიმართ განწყობები. და ეს უკვალოდ არ იკარგება და ეს განსაკუთრებული ენერგია ქმნის, რასაც ქვია ბასიანი. აი ესეთი ქაოსი, რომელიც ტრიალებს ბასიანის საცეკვაო მოედანზე, ყველა ადამიანი ინდივიდუალურად, ინდივიდუალურ მოძრაობებით ქმნის იმ ჰარმონიას, რასაც ვფიქრობ, რომ ქართულ პოლიფონიას ვეძახით. ორი თვის განმავლობაში ბასიანის მიმართულებით რეგრესული ძალები ახორციელებდნენ ძალიან დიდ დარტყმებს, იგონებდნენ ტყუილებს, რომ თითქოს ჩვენ საცეკვაო მოედანზე გარდაიცვალან ადამიანები, თითქოს ჩვენ მყიდით მოწავლე ნივთიერებებს და თურმე ჩვენ ვიყავით მთავარი
არხი ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების, რომელიც ეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ეს ყველაფერი მიდიოდა იმისკენ, რომ მომხდარიყო ის, რაც მოხდა. სამართალდამცველებმა მასშტაბური სპეცოპერაცია გულბასინასა და გალერიში დაახლოებით ხამის პირველ საათზე ერთდროულად დაიწყეს. ინფორმაცია სპეცოპერაციის დაწყების შესახებ გულბასიანის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნაჯა ორაშოვმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მას საზოგადოებას კლუბის მხარდასაჭერად პაციენტთან მისვლისკენ მოუწოდა. კლუბის სტუმრების თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა მათ ჯერ იატაკზე დაწოლა მოსთხოვეს, შემდეგ კი ძალის გამოყენებით შენობიდან გაიყვანეს. ვითარება გულბასიანის მიმდებარედ რამდენჯერმე დაიძაბა. შეკრებილებმა სპეცდანიშნულების რაზმის ძალის მიერი მეთოდებით მოქმედება გააპროტესტეს და ქუჩაში თავისუფლად გადაადგილება მოითხოვეს, რამაც მათსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. ის იყო ერთადერთი დღე, როცა მე ბასიანზე არ ვიყავი, იმიტომ რომ ჩემი შვილი იმყოფებოდა ჩემთან. მთელი ღამის განმავლობაში მაშინ დარჩენილი ვიყავი მარტო, ყველა ჩემი მეგობარი დაჭერილი, ყველა ჩემი თანადამფუძნებელი დაჭერილი, ყველა ის ადამიანი, ვისი მედაცაც ვიყავი, დაკავებული გამენათენები და ეს იყო ყველაზე ურთულესი რამე, რაც ცხოვრებაში გამიტარებია. ბოლოს მახსოვს, ჩემი შვილი გამოვიდა დილას, უკვე მიხვდა ალბათ რაც ხდებოდა და სადაც გინდა დამტოვეო და წადი იქ, სადაც შენი მეგობრები და შენი საყვარელი იდეა დგას. და როდესაც მივედი აქციაზე, გიგნიგის წევრებმა დაიწყეს დაკვრა. და ხედავ ათასობით ადამიანს, რომ დაიწყეს მოძრაობები. და მე ჩავარდი საშინელ პანიკაში, რომ საკუთარ თავთან მქონდა რა გეცეკვებათ, საკუთარ თავთან მქონდა, რომ ამ ადამიანებს რა ეცეკვებათ და მეც ხვდები, რომ ფეხებს ვაყარებ ამ მუსიკაზე. და ესე გამოვიხედ ცოტა მცხვენია თუ რა ხდება და ბოლოს მივხვდი, რომ ზუსტად რო ცეკვის გამო დაგვარბია, ცეკვა წაგვარცეს და ზუსტად ცეკვა იყო ის იარაღი, რითაც ხელისუფლებისთვის უნდა გვებრძოლა. ეს იყო ყველაზე ლამაზი ცეკვა ჩემ ცხოვრებაში. განსაქმეთა მინისტრი გამოვიდა ათასობით ახალგაზრდა ადამიანის წინაშე და ბოდიში მოუხადა ამ ადამიანებს და უთხრა, რომ თქვენ ხართ იმედი. ამას დრო აჩვენებს თუ ამ ბოდიშის უკან რა იდგა. იდგა თორე გულწრფელი გულწრფელობა თუ უბრალოდ ეს იყო რაღაცა გარკვეული თამაში. მე ამაზე არ მინდა ბევრი ვიფიქრო და არც მინდა მოვახდინო. ჩემ ცხოვრებაში გონი პირველად წელს დადგა ის მომენტი, როდესაც თქვი, რომ ამ ქვეყნიდან წავიდე. იმიტომ რომ ძალიან დიდი სტრესი გამოვიარე. ზოგჯერ მგონია, რომ რაღაც ქარის წისქვილებს ვებრძვის, ზოგჯერ მგონია, რომ უსვამ ხოლმე ამ კითხვას, რომ ვიღვიცებ, ხშირად უსვამ ამ კითხვას თავს გიღირს. ამ ფიქრებთან ერთად უამრავი ადამიანი მოდის და გეუბნება, რომ არ უნდა გაჩერდე და
ჯერ ფიქრის პროცესში ვარ. თუ რა იქნება ხვალ ამას დრო გვაჩვენებს. Mato, manca nashi sakamoto Uzi, trapa moto dros uzis uzi Mama, mama codet kampetebi paketebit Unda gadavcolu male paketebshi Gucci, Gucci, ta sacmeli nagvis gucci Gadmozuchi, gadmomireke ertor tuchi, tuchi, uchi Nari Gucci, mevar chkari, dame ție, mevar kari, dame ție, mevar Mato, manca nashi sakamoto Uzi, mama, mama,